დიფიქრიათ ოდესმე, რატომ დგას პეპა პიგის სახლი ბორცვზე, თითქოს დრაკულას სასახლეა. უი, რა საშინელებაა, მე მივდივარ. ან რატომ გავს შიგნით უსასრულო სასახლეს? კარგი მეგობრებო, ეს პეპა პიგის სახლის რამდენიმე საიდუმლოა. მაგრამ დარჩით, თუ გინდათ რომ ყველაზე ტვინი სამტრევი საიდუმლოებები გაიგოთ. თუ არ იცოდით, 2023 წელს ვიღაცამ, ვისაც ბევრი საქმე არ ქონდა, მინდორში იპოვა სახლი, რომელიც ძალიან გავდა პეპა პიგის სახლს. ერთ წამს ამ ადამიანმა იფიქრა, რომ ძალიან ბევრი მარიოს სოკო ქონდა ნაჭამი. მაგრამ მერე მიხვდა, რომ ეს ნამდვილად პეპა პიგის სახლი იყო რეალურ ცხოვრებაში. მას ჰქონდა თავისი კლასიკური წითელი სახურავი, სამკუთხა ფორმა და რა თქმა უნდა იყო გორაკის შუაგულში, რადგან როგორც ჩანს, ესაა გოჭების საყვარელი ადგილი. და ხომ იცით როგორები ვართ ჩვენ? ამის შემდეგ ბევრმა დაიწყო ფიქრი, რომ თუ პეპა პიგის სახლი რეალურად არსებობს, კიდევ რა არსებობს იმ სამყაროდან? ისიც არსებობს. და ბუმ, ძმებო, მაშინვე დავიწყეთ ძებნა, თითქოს კოკა-კოლაზე დამოკიდებულები ვიყავით. ვეძებდით კიდევ რა შეიძლება ყოფილიყო რეალური, რადგან თავიდან ყველაფერი ძალიან უდანაშაულოდ ჩანს. ეს არის პეპა პიგი, დედა ღორი, ჯორჯი თავისი მამიკოთი, რომელიც თითქოს გული წაუვა, როცა გორაზე ადის და აი ასე. მაგრამ რატო ჯანდაბა? პეპას სახლი გარედან ასეთი უბრალო ქოხივით ჩანს. აქ ძლივს ეტევა ერთი სატოლი და ბლენდერი. მაგრამ შიგნით აქვს მისაღები, სამზარეულო, სასადილო, უსასრულო კიბეები და კიდევ რჩება ადგილი, რომ მამა პიგმა სახით დაეშვას. არა, ეს უცნაურია. ანუ როგორ გააკეთეს ეს? რატომ არ არის ჩემი სახლი ასეთი ძმაო? ნეტავ დოქტორმა სტრეინჯმა ააშენა. რადგან სახლს გარედან რომ უყურებ, არც კი გეგონება, რომ შიგნით ჯორჯი თავის დინოზავრთან ერთად ეტევა. და ეს ყველაზე უცნაური არ არის, რადგან ერთ ეპიზოდში დედა პიგი რაღაცას ამბობს, რაც საერთოდ არ ეხება თემას. ამბობს, რომ სარდაფში ფარანია. მგონი სარდაფში ფარანია. სარდაფი. გააკეთე შენი დედის შვილი. აქ არავინ არის შენი თანამშრომელი. გააკეთე. სარდაფი. ვიმეორებ, სარდაფი. მეუბნები, რომ იმ პატარა სახლს, რომელიც გორაკზეა და ცუდად დაკეცილ სამკუთხედს გავს, სარდაფი აქვს? სად? გორაკის ქვეშ, მთის შიგნით? იმ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ ვსაუბრობთ სახლზე. მაშინ ეს უფრო რაღაც უბედური, უზარმაზარი საბჭოთა ბუნკერია. ძალიან დიდი. დედა პიგი ამას ისე ამბობს, თითქოს ეს ჩვეულებრივი რამ იყოს. თითქოს ყველა გოჭის ოჯახს სარდაფი აქვს გორაკის ქვეშ. არა, ქალბატონო, უკეთ ამიხსენით. ვინმე მომიხსნას. და მერე მოდის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც ყველაფერს უფრო ამძიმებს. ეს არის მოძრავი სახლის ეპიზოდი. ოჯახი შედის კემპერში, რომელიც გარედან პატარა ჩანს. მაგრამ შიგნით აქვს საწოლები, სივრცე, სათავსო და ყველაფერი საჭირო. ანუ მოძრავ სახლსაც პოპი პლეითაიმის ქარხნის სინდრომი აქვს. და პეპას არც ეშინია. მაშ, რა ტიპის ბრიტანული ჯადოქრობაა ეს? და ყველაზე უცნაური ისაა, რომ პეპა ამბობს, რომ ეს მისი სახლის მსგავსია. მოძრავი სახლი ჩვენს პატარა სახლს გავს. რა სასაცილოა. და ის უკვე ცხოვრობს სახლში, რომელიც ყოველდღე არღვევს ფიზიკის კანონებს. პეპასთვის შეუძლებელ სივრცეში შესვლა ისეთივე მარტივია, როგორც თქმა. დიახ, როგორც ჩემი სახლი. იქნები ის, რასაც ბორცვზე ვხედავთ, უბრალოდ შესასვლელია. მაგრამ ნამდვილი სახლი ქვემოთაა. ბორცვის შიგნით მილიონერი ღორების ვერსიად. მართლა წარმოიდგინეთ, რამდენი ჯდება გათხრა. ბორცვის გათხრა. ანუ ეს გააკეთეს მფრინავი მანქანებით თუ რა? ეს ერთადერთი გზაა, რომ მე სარდაფს ცოტა აზრი უპოვო. ესე იგი, პეპას სახლი ბორცვზე არ დგას. ის ბორცვშია ჩაშენებული. ანუ პეპას სახლი ბორცვია, მეგობრებო. მაგრამ მოიცადეთ, იმიტომ რომ მთელი სოფელიც ძალიან უცნაურია. შეგიმჩნევიათ, რომ თითქმის ყველა სახლი პეპა გოჩში ბორცვებზე დგას? არავინ ცხოვრობს ჩვეულებრივ ქუჩაზე. სახლები ერთმანეთზე მიშენებული არ არის. ყველა ცალკე, მაღლა ცხოვრობს. თითქოს სოფელი ანტიცუნამის პრინციპით იყოს დაპროექტებული. და სწორედ აქ იწყება წყალდიდობის ეპიზოდი. იმ ეპიზოდში ვხედავთ, როგორ მოდის ბიბლიური წარღვნა და წყალი სულ უფრო და უფრო მაღლა იწერს. და ერთი წამით გონია, რომ ყველაფერი დაიტბორება. მაგრამ წყალი პეპას სახლამდე აღარასდროს აღწერს, იმიტომ რომ ის ძალიან მაღლაა. და არა მხოლოდ პეპას სახლი, სხვებიც, თითქოს. კარგი. წინასწარმეტყველებინა, რომ ოდესღაც ის სოფელი დაიტბორებოდა და შემდეგ კიდევ უფრო საეჭო რამ ხდება, სოფლის სახელი.
იმიტომ რომ ეს ადგილი არ ქვია მაგალითად ღორის მამული, ან წმინდა გოჭის მიღრუებული სოფელი. არა, მას ქვია პეპას ქალაქი. რა? ბოდიში. რატომ ქვია მთელ ქალაქს 4 წლის გიჟი გოგოს სახელი? წარმოიდგინე შენი ქალაქი რომ კევინლანდია ერქვას. როგორ ხართ? ჩვენ აქ ვართ კევინლანდიას ეპიზოდში. ბრანდონოპოლისი, რა ჯანდაბაა ძმაო. ასე რომ კითხვა ასეთია. რატომ არის პეპა ასეთი მნიშვნელოვანი? და აქ ყველაფერი კიდევ უცნაური ხდება. იმიტომ რომ პეპა არ იქცევა როგორც ჩვეულებრივი ბავშვი. პეპა ბრძანებებს იძლევა, ასწორებს უფროსებს და გონია რომ ადგილის დიქტატორია. და ყველაზე ცუდი ისაა რომ ყველა უსმენს მას. არის ერთი ეპიზოდი, სადაც ის ინგლისის დედოფალს ხვდება და ისე ესალმება, თითქოს არაფერია. თითქოს უკვე წლებია მეგობრები იყვნენ. პეპა მიდის დედოფალთან და ძირითადად ეუბნება: თქვენ შედით ტალახის გუბეში. არა. ტალახის გუბეს ვერაულის გვერდს, მასში უნდა ჩახტეს. გაჩერდით. უნდა ჩაიცვა თქვენი ჩექმები. და დედოფალი მას უჯერებს. ბრა, წარმოიდგინე, 4 წლის იყო და ბრიტანეთის მონარქიას ინსტრუქციებს აძლევდი. და ამჯერად დედოფალი არ ბრაზდება. უბრალოდ ემორჩილება. ასე რომ ორი ვარიანტია. ან დედოფალი თავმდაბლობის რეჟიმში იყო, ან პეპას ისეთი სტატუსი აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ ვიგებთ. გამარჯობა ბიჭებო და გოგოებო, ეხლა ჩემი შესავალია. 2 3 1 შეიძლება მისი ოჯახი დაარსა ეს სოფელი. ეს უკვე საკმაოდ უცნაურია მეგობრებო. და ამით მიჩნდება შემდეგი კითხვა. რა მოხდა პეპა პიგის სოფელში, რომ გადაწყვიტეს ღრუბლებში ეცხოვრათ? ნუ თუ ფიქრობთ, რომ მოხდა კატასტროფული წარღვნა და ამის შემდეგ გადაწყვიტეს თავიანთი სახლები გორაკების ყველაზე მაღლა დაეტოვებინათ? რადგან თუ დააკვირდებით, სოფლის დიზაინი და განლაგება საკმაოდ სტრატეგიული ჩანს. გორაკის მწვერვალზე არ მგონია, რომ მტაცებლები მივიდნენ აქამდე. წარღვნამაც კი ვერ მიაღწია ვერც ერთ სახლს. ამიტომ როგორც ჩანს, ამ გოჭებს უკვე გამოცდილება ჰქონდათ. ამიტომ ყველა სახლი ასეთია. ალბათ სწორედ პიგების ოჯახის წინაპრებმა ურჩიეს ეს და სწორედ ამ მიზეზით პიგების ოჯახის პატივსაცემად ასე დაარქვეს სოფელს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პეპა თავს სოფლის ძლიერ დედოფლად მიიჩნევს, ეს იქნებოდა ის ლოგიკური ახსნები, რომლებსაც მე ამ საიდუმლოებებს უძებნი. რაც კი საერთოდ ვერ ამიხსნია ამ სამყაროში, არის ის, თუ რამდენად უზარმაზარია სახლები შიგნით. მითხარით, თუ გინდათ ნახოთ ვიდეოში, რამდენად დიდია პეპა პიგის სახლი რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ კარგი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ, რაც პეპა პიგის სამყაროში ვიპოვეთ. ოვეთ, კომენტარებში დაწერეთ, თუ თქვენ კიდევ სხვა რამ იცით. ან თუ გინდათ ნახოთ ვიდეო პეპა პიგის ყველაზე აბსურდულ შეცდომებზე, კომენტარებში თქვენს პასუხებს წავიკითხავთ. ვიდეოში შევხვდებით. ნახვამდის.